ვითმოებო. დღევანდელ ვიდეოში მე გასწავლით როგორ ავიღოთ Shark Anchor-ი. ამის აღება დამიჯერეთ მარტივია, არ არის რთული. ამიტომ Shark Anchor-ის აღებისთვის საჭიროა მთავარია იყოთ მესამე სიში, ანუ მესამე ზღვაზე, იმიტომ რომ ლეველი არ გააჩნია, თავი მესამე სიში იყოთ. და გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ყველა ვიდეო და აქტივობა ნელ-ნელა როგორც ხედავ, მაგალითად ქოსედოალ კატანი როგორ ავიღოთ, ეგ რო დავდე, ცოტა უფრო წამოვიდა აქტივი და ამ ვიდეოზეც იმედია უფრო წამოვა. პირველ რიგში თქვენ უნდა წახვიდეთ ტიკი აუტპოსტზე. მოდი წავიდეთ. ხო, როგორც ხედავთ, მე დრაგონ ტალონის აპგრეიდი, ანუ გავაპგრეიდე დრაგონ ტალონი. და ამრიგად ბუდა მაქვს შეჭმული, რადგან წინაზე რო დავსპინე 2 ჯერ დავაგდე ბუდა. მოიჯერე. ეს რო დავსპინე ბუდა და სოლეში შევინახე, მე რო დავსპინე შევჭამე. მივიდეთ. და ასევე ჩემი არხიცაც რო გამოიწერეთ PMG-ნიკას არხი, PMG-ნიკა ანუ და Epic Gamer-ის არხიც. ძალიან კარგი ვიდეოები ვიდეოთ მათაც და დამიჯერეთ არინანებთ მათ გამოწერას და უყურეთ მათ ვიდეოებს. ასევე მე ახლა როგორც ვიცით ამ ბლოგსუიჩი დრაგონი და გაზი რადგან გამოვიდა, კიდევ დაამატეს ახალი ხილი ფლუიტი, ანუ იეტი ფლუიტი, რომელიც 3000 რობუქსი პერმანენტი ღირს როგორც ლეოპარდი და სტოკში როგორც ვიცით ჯერ არ გამოსულა. მაგრამ არა უშავს გამოვა ნელ-ნელა. საკმაოდ კარგი არის და ლეოპარდზე ძლიერიც. ხოლო აი დრაგონზე ძლიერი არის თუ არა, დაზუსტებით ვერ ვეტყვით. ეს ფოტოშოპი ძალიან ძლიერიც არის, ეგ იეტი ფლუიტი. ყინულოვანი თოვლის კაცი, ანუ იეტი. გავზარდოთ აქტივი. რათა ავიდეთ 50 გამომწერზე, ახალ წლამდე იქნებ, რაღაც 5 დღე დაგვრჩა და სტრიმი გავუშვათ თუ გინდათ. 50 საკმარისი არა ბევრიც, მაგრამ პირველადი მიზანი მოდი ეს იყოს. რომ ავიღოთ კი და ავიდეთ 50 გამომწერზე. როგორც ხედავთ მეგობრებო, მოვედით ტიკი აუტპოსტზე. და ზუსტად იქ მიდით, ეხლა მე სადაც მივა. აი აქ უნდა ჩახვიდეთ და ხვდებათ Shark Hunter-ი. უნდა მიხვიდეთ და ელეპარაკოთ მას. და აი ეს სამივე რაღაც უნდა დაკრავდოთ თქვენ. პირველ რიგში აი ეს რადგან საჭიროა Shark Anchor-ისთვის. ჯერ აი ეს უნდა დაკრავდოთ. მერე მეორე. ხოლო აი ეს მუტანტ კბილს, აი ეს მწვანე რო არის. აი ეს მწვანე კბილი დიდი. მაგას ტეროშ შარკი დააგდებს. ეს თეთრი კბილი პატარა შარკები. აი ამ თვალსაც, რაღაც პროცენტები არის რომ დაგიდოთ, მაგრამ შეიძლება არ დაგიდოს ეს თვალები ტეროშ შარკმა. და აი ეს ქვები კიდე, ნოქროსფერი ქვები. Ghost ship-ები, ანუ Ghost-ის გემები, სულის გემები რომ სპაუნდებიან იქიდან აგდებს. ხოლო მესამე რაც აუცილებელია, Monster Magnet-ი. აი
აქ როგორც ხედავთ, აი ეს ფრთა არის ელექტრიკური, მაგას აგდებს პირანიები, აგდებენ მაგებს, სხვაში რო გაფორმათ, ახლა მოხდებიან. როცა უკვე ეს სამივე გექნებათ დაკრაფტული, ანუ თუ სამივე არ გექნება დაკრაფტული, აზრი არ ექნება. სამივეს თუ დაკრაფტად, უნდა წახვიდეთ ზღვაში, გემით, იაროთ და ეს მონსტრმაგნიტი ხო გექნებათ სხეულში და უნდა ამოგიხდეთ ტეროშარკი, რომელსაც ზურგზე ეკიდება შარკენჩორი და იქნება მისი HP ანუ სიცოცხლე 195,000. და ის უნდა განადგუროთ, იმიტომ რომ თუ სხვა ტეროშარკი ამოგიხდა, ან ორი ერთად შეიძლება იმ ორიდან ერთი იყოს, ან იმ ორიდან არც ერთი. ანუ მასე შეიძლება რა, რომ სხვა ტეროშარკი ამოგიხდეს, მაგრამ თუ თქვენ იმ ტეროშარკმა მოკლათ, რომელსაც ეს შარკენჩორის ეკიდა და 195,000 ქონა სიცოცხლე, ეს მონსტრმაგნიტი თქვენ გაგიქრებათ და მოგიწევთ თავიდან დაკრაფტვა. ამიტომ მაქსიმალურად ეცადოთ, რომ ეს ტეროშარკი განადგუროთ, თორე ამდენად ძალიან ძნელია, ისე აგროვოთ ისინი, დაკრაფტოთ თავიდან, იწვალოთ და ამიტომ რთულია. რთული რა, ანუ შარკენჩორის აღება ზოგადად ადვილია, მაგრამ ძნელია თუ აი ტეროშარკმა მოკლათ და თქვენ მისი მატერიალები ვეღარ შეაგროვეთ. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვდება მეგობრებო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და არ დავიწყეთ გამოიწეროთ ჩემი არხი.